მოგესალმებით ტელეკომპანია იმედის საკვირაო ტელეჟურნალ დროების სტუდიიდან. მე გიორგი თარგამაძე და ტელეიმედი ჟურნალისტები წარმოგიდგენთ 20 მაისის დროებას. თბილისის ცენტრში მოკლეს პროფესორი გურამ შარაძე. ეს მოხდა 40 წუთის წინ მელიქიშვილის გამზირზე. ცხადია ჩვენი გადამღები ჯგუფები ახლა ადგილზე იმყოფებიან. გიორგი ახვლედიანი ჩაგვერთება პირდაპირ ეთერში. პროფესორი ნათია მიქიაშვილი ჩვენი კორესპონდენტი, რომელიც მოგვიყვება იმის თაობაზე თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი, რა ვერსიებია და რა სამობენ სამართალდამცავები. თუ გვაქვს საშუალება, ჩვენ შეგვიძლია უკვე შემთხვევის ადგილიდან ჩავრთოთ ჩვენი კორესპონდენტი ნათია მიქიაშვილი. გიორგი, მართლაც დაახლოებით 40 წუთის წინ მელიქიშვილის ქუჩისა და შანიძის ქუჩების კუთხეში გაისმა 5-4 გასროლა, რის შედეგად გარდაცვლილია, მოკლულია პროფესორი, პოლიტიკური მოძრაობა ენა მამულის სარწმუნოების ლიდერი და ყოფილი დეპუტატი გურამ შარაძე. წინასწარი ინფორმაციით, როგორც სამართალდამცავები აცხადებენ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია, ჯერჯერობით მისი გვარი უცნობია, თუმცა ამ ეტაპზე ვიცით, რომ მას ქვია სავარაუდოდ გიორგი. ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი, TT სისტემის პისტოლეტი, რომელთანაც სავარაუდოდ იქნა მოკლული გურამ შარაძე. ჯერჯერობით როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი გვიცხადებს, გზაზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც გააკეთებს მოგვიანებით კომენტარს და ამ კომენტარს დროების მაყურებელს რა თქმა უნდა პირდაპირ ეთერში შევთავაზებთ. ხოლო როგორც ვთქვილოლები ყვებიან, ამ დროისთვის სავარაუდოდ ორმხრივი სროლა იყო საპატრულო პოლიციასა და ეჭვმიტანილს შორის. ჯერჯერობით უცნობია ეს ეჭვმიტანილი თქვა მანამდე შეამჩნია საპატრულო პოლიციამ რაიმე დანაშაულში თუ მას შემდეგ რაც გურამ შარაძეს ეს სროლა, თუმცა მოგვიანებით უკვე დეტალებს დავაძვდობთ, მაგრამ ფაქტია რომ გარდაცვლილია მელიქიშვილის და შანიძის ქუჩის კუთხეებში მოკლული იქნა პროფესორი გურამ შარაძე. მე როგორც უკვე მოგახსენეთ, მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი კომენტარს გააკეთებს ამასთან დაკავშირებით, თუმცა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, რომელიც ამ დროისთვის უკვე დაკავებულია მიზან მიმართულად მოკლა გურამ შარაძე. ნათია, თუ შეგიძლია დაგვიზუსტო, რამდენი ტყვია აქვს მოხოდრილი გურამ შარაძეს? რამდენი ტყვია აქვს მას მოხოდრილი? ჯერჯერობით გიორგი, მე როგორც უკვე მოგახსენეთ, სამართალდამცავები კომენტარს არ აკეთებენ შესაბამისად ნაადრევი ექსპერტიზის პასუხებზე საუბარი, თუმცა მე როგორც ვთქვი, 4-5 გასროლა იყო. სავარაუდოდ 2-3 ტყვია მაინც ექნება გურამ შარაძეს მოხვედრილი, იმიტომ რომ მის ცხედარს ამჟამად გადაფარებული აქვს პოლიციის მიერ ისეთი რაღაც, რომ ვერ დავინახოთ ჩვენ გარდაცვლილი, ანუ მისი კადრების გადაღების საშუალება რა თქმა უნდა არ მოგცემია ამ ეტაპზე, თუმცა ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა გვენახათ ტყუის გულები, მაყურებელი ალბათ ამ კადრებს უკვე ეთერშიც ხედავს, რომ სროლა აშკარად დაიწყო მელიქიშვილის ქუჩის კუთხეში და სავარაუდოდ გურამ შარაძე ცდილობდა გაქცევას. გამომდინარე შენი ნაამბობიდან და თვითმხილველების ნაამბობიდან, ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა, ეს იყო წინასწარ განზრახული მკვლელობა და შემთხვევითი ტყვია გურამ შარაძეს არ აქვს მოხოდრილი. პოლიციის ადგილზე მოსვლისთანავე საყურადღებოა ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე ვინც კი თვითმხილველი იმყოფებოდა, ჩასვეს სასწრაფოდ საპატრულო პოლიციის ავტომობილებში და ისინი წაიყვანეს სავარაუდოდ ჩვენების მისაცემად უკვე ქალაქის პოლიციის სამმართველოში, ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე როგორც უკვე მოგახსენეთ, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი შოთა ხიზანიშვილი აცხადებს, რომ ეჭვმიტანილმა მკვლელობაში ეჭვმიტანილმა გურამ შარაძეს ესროლა, რასაც შეესწრო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ერთ-ერთი ეკიპაჟი, რის შემდეგაც დაედევნა მკვლელობაში ეჭვმიტანილს, ამის შემდეგ ბრგვალ ბახთან თუ არ ვწდები, ის უნდა დაეკავებინათ და ის ამ ეტაპზე უკვე ქალაქის პოლიციის სამმართველოში იმყოფება წინასწარი დაკავების იზოლატორში, თუმცა მე როგორც უკვე გითხარით, მოგვიანებით საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი გააკეთებს ამაზე კომენტარს, რასაც ჩვენ მაყურებელს აუცილებლად შევთავაზებთ პირდაპირ ეთერში. ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა ეს დაგეგმილი მკვლელობა. ეს არის კადრები, რომელსაც ამ წუთებში ვიღებთ ჩვენ დიახ შემთხვევის ადგილიდან. და მე როგორც უკვე მაწვდიან ამ წუთებში მაწვდიან ინფორმაციას, რომ დაკავებულმა მკვლელობა აღიარა, თუმცა ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია იყო ეს წინასწარი დაგეგმილი მკვლელობა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ დამნაშავე მკვლელობა აღიარა. ნათია, თუ გამოჩნე შენხოდრის ადგილზე მისი ოჯახის წევრები მხედველობაში მყავს, მისი შვილი, ბიჭი, მე ვხედავდი ბატონი გურამის სიძეს, მისი ქალიშვილი, მათ ხო არ გაუკეთებიათ რაიმე კომენტარები, თუმცა ცხადია ალბათ ეს ნაკლებად წარმოსადგენია. დიახ, გიორგი, მაყურებელს ალბათ მოეხსენება, რომ გურამ შარაძეს რამდენიმე წლის შვილი მოუკლეს, ხოლო აქ შემთხვევის ადგილზე მოვიდა მისი სიძე, რომელიც საკმაოდ რა თქმა უნდა გასაგებია, გაღიზიანებით შეხვდა ჟურნალისტებს და გთხოვა, რომ კომენტარის აღებისგან ამ შემთხვევაში თავი შეგვეკავებინა და კადრების გადაღებისგან. ოპერატორს ვთხოვე ხომ მაყურებელს აჩვენოს შემთხვევის ადგილი თუ რა მდგომარეობაა ამ წუთებში. შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან ქალაქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილეები, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები, მინისტრის მოადგილეები, საპატრულო პოლიციის თითქმის მთლიანი შემადგენლობა.
და როგორც უკვე გითხარით, გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა, რომელიც დაკავებული იქნა მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მრგვალ ბახთან, მკვლელობა აღიარა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, იყო ეს დაგეგმილი თუ არა ეს დანაშაული. რატია ხوار გაუკეთებია პოლიციას რაიმე მინიშნება იმასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა რაიმე კონფლიქტი გურამ შარაძეს ბოლო თვეების განმავლობაში ვინმესთან იყო თუ არა მუქარი შემთხვევები და ასე შემდეგ არა გიორგი საკმაოდ დაბნეულია თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ამ ეტაპზე ისინი ვერსიებზე საუბრს რა თქმა უნდა თავს იკავებენ და აცხადებენ იმას რომ ეს მოტივირებულია ამით რომ წინასწარ გამოძების ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ნაადრევი იქნება რაიმე ინფორმაციის გაჟღერება თუმცა მე როგორც მოგახსენეთ თავიდანვე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა რომელმაც ახლა უკვე აღიარა დანაშაული გურამ შარაძეს რამდენიმე ტყვია ესროლა ხოლო ამის შემდეგ მიმალვა სცადა შემთხვევის შეესწრო საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი ეკიპაჟი რომელიც დაედევნა დანაშაულში ეჭვმიტანილს რის შემდეგაც რამდენიმე წუთში ის დაკავებული იქნა მრგვალ ბახთან, ხოლო მოგვიანებით მე როგორც უკვე მოგახსენეთ, გადაყვანილი იქნა ქალაქის პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში. რატია ამჟამად სად იმყოფება გარდაცვლილის ხედარი თუ ექსპერტიზა კვლავ გრძელდება? გარდაცვლილის ექსპერტიზა გრძელდება, რა თქმა უნდა, ეს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე მუშაობენ, გარდაცვლილის სხეული ამ ეტაპზე ისევ იმ ადგილას იმყოფება, სადაც შემთხვევა მოხდა, ეს არის მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების კუთხეში და ჯერჯერობით ექსპერტიზა არ დასრულებულა, შესაბამისად, სწორედ ამიტომ ვერ ვასწრებთ ჩვენ მაყურებელს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ტყვია აქვს გურამ შარაძეს მოხვედრილი და იყო თუ არა ეს გამიზნული მკვლელობა. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ თხოვთ ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება მოვისმინოთ უკვე პატრულის წარმომადგენლის კომენტარი. ალბათ გარკვეული დეტალები კიდევ უფრო მეტი გაჩნდება ამ ინფორმაციის შედეგად. მოძრაობდით მელიქიშვილის ქუჩაზე, გავიგეთ გასროლის ხმა, დავინახეთ პიროვნება, რომელიც განახორციელა გასროლა, გავეკიდეთ, დევნის შედეგად დავაკავეთ კვალ ბახთან. პიროვნება აღიარებს თავის დანაშაულს. ჯერჯერობით სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. ერთია საუბრობდა სავარაუდოდ პატრულის იმ ეკიპაჟის წევრი, რომელთა მონაწილეობითაც მოხერხდა დამნაშავის დაკავება. მოკლედ რომ ვთქვათ, დღეს აღამოს თბილისში მოკლულია გურამ შარაძე პროფესორი თბილისის ცენტრში მელიქიშვილის გამზირზე. ჩვენი კორესპონდენტის ინფორმაციით დაახლოებით 4-5 გასროლას ჰქონდა ადგილი. სროლა მიჯნით მიზანმიმართულად მიმდინარეობდა და როგორც პატრულის თანამშრომლები უკვე ოფიციალურად აცხადებენ, დამნაშავე დაკავებულია, შესაბამისად ჩვენ გვაქვს იმედი, რომ დროების ეთერში გასვლის პერიოდში გვექნება საშუალება დამატებითი კადრები, ინფორმაცია ვიხილოთ და მოვისმინოთ. ცხადია ჩვენ ამ ინფორმაციას გადაცემის მიმდინარეობისას აუცილებლად მივაწვდით დროების მაყურებელს. ჩვენ ამ თემას დღევანდელ გადაცემაში კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით, მართლაც ღმერთმა ქნას რომ ტრობი დანგრეული სიკეთით აშენებული იყოს. უბრუნდებით მკვლელობის ადგილს, ჩვენი გადამღები ჯგუფები იქ კვლავ მუშაობენ, ნათია მიქიაშვილს აქვს კიდევ ახალი დამატებითი ინფორმაციები, რომელსაც დროების ღია ეთერში მოგვაწვდის, ნათია გისმენთ. გიორგი ჩვენთან ერთად იმყოფება პატრულის ის თანამშრომელი, რომელმაც დააკავა გიორგი ბარათელი, რომელიც არის სავარაუდოდ მკვლელობაში ეჭვმიტანილი გურამ შარაძეზე, რომელმაც მოახდინა დაახლოებით 5 გასროლა მელიქიშვილის და შანიძის ქუჩის კუთხეებში, დაახლოებით 1 საათის წინ. ჯერჯერობით ექსპერტიზის პასუხი უცნობია და შესაბამისად არ ვიცით რამდენი ტყვია აქვს მოხვედრილი გიორგი გურამ შარაძეს, თუმცა რობერტ პანიევი, რომელიც 22 გახლავთ, თავად მოგვიყვება თუ რა მოხდა, როგორ დაინახეს მათ მკვლელობაში ეჭვმიტანილი და სად მოხდა მისი დაკავება. მოძრაობდით მელიქიშვილის ქუჩაზე, გავიგეთ გასროლის ხმა. რამდენი გასროლა? სავარაუდოდ 3. და იყო თუ არა ფეხით თუ ავტომობილის თუ რითი გარდა? ფეხით იყო, დავინახეთ ის პიროვნება, ვინც განახორციელა ეს გასროლა. გავეკიდეთ, დევნის შედეგად ის ეჭვმიტანილი იყო დაკავებული გვალ ბახთან. იცით რა აღიარა დანაშაული? კი, აღიარა დანაშაული. იქვე აღიარა დანაშაული. ბარტელერო ტეტ სისტემის სასწრაფო იარაღი ამოვიღეთ. მეც ვერაფერს ვერ გეტყვით. და იცით თუ არა თქვა თქვენის რომ სადაზღვევო კომპანია ალდაგის ფარულმა კამერამ გადაიღო მკვლელობა. არც ვერ გეტყვით. კარგით, მადლობა. მე როგორც უკვე მაყურებელს მოვახსენე, სადაზღვევო კომპანია ალდაგის ერთ-ერთმა კამერამ გადაიღო შემთხვევა, მაგრამ როგორც უკვე პატრულის თანამშრომელმა მოგვახსენა, გიორგი ბარათელმა, რომელიც სავარაუდოდ უკვე მკვლელობაში ეჭვმიტანილია, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ჯერჯერობით უცნობია წაეყენება თუ არას ბრალი მას განზრახ მკვლელობის ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თავს იკავებენ ვერსიების გავრცელებისგან და არაკონკრეტებენ იმას, იყო თუ არა ეს დაგეგმილი მკვლელობა, თუმცა როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა შოთა ხიზანიშვილმა მოგვახსენა, მას რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი, შესაბამისად სავარაუდოდ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა, თუმცა იმის შესახებ თუ რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, ამას თავად თვითმკვლელობები მოყვებიან. გარანტია რომ ნორმალურად
საწყელი იმიტომ რომ საქართველოს ჭირდება ესენი ნამდვილად ხალხმა ჩვენ თვითონ უნდა ამოვიღოთ ხმა ესე არ შეიძლება როდეს საინტერესოა შემდეგი ვინ არის სავარაუდოდ ეხლა უკვე შემთხვევის ადგილიდან გაასვენეს გურამ შარაძის ცხედარი მომაყურებელს შევახსენებ რომ ადგილზე მუშაობდნენ საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს თანამშრომლები ჯერჯერობით შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით თუ რამდენი ტყვიით არის მოკლული გურამ შარაძე და მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ რომ მრგვალ ბახტას საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელმა რომელმაც ამ დროისთვის უკვე აღიარა ჩადენილი დანაშაული ხოლო რაც შეეხება მოტივს ჯერჯერობით უცნობი და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვერციების გავრცელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს ნათია როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი კვლელი ყოველ შემთხვევაში მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი და გურამ შარაძის შვილი გიორგი შარაძე ერთად მუშაობდნენ წლების წინ სტუდია აუდიენციაში პატრულის თანამშრომლებს ხომ არ დაუკავშირებიათ ერთმანეთთან ეს ორი ფაქტი და მოტივზე თუ არის საუბარი შემთხვევის ადგილზე რის გამო შეიძლებოდა მოეკლა გიორგი ბარათელს პროფესორი გურამ შარაძე მაყურებელს ალბათ კარგად მოიხსენება ის ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე წლის წინ მოკლეს გურამ შარაძის შვილი ჯერჯერობით საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ნამდვილად არ აკონკრეტებენ იმას, თუ რა შეიძლება ყოფილიყო გამხდარიყო მოტივი მკვლელობის, რატო შეიძლება გიორგი ბარათელს, რომელიც ნამდვილად მუშაობდა სტუდია აუდიენციაში, გიორგი შარაძესთან ერთად მოეკლა მისი მეგობრის მამა. არა, დავაზუსტოთ, მაპატი გაგაწყვეტნებ, გიორგი შარაძე ცოცხალი საუბარი არის ლაშა შარაძეზე, ის იყო უფროსის შვილი ბატონი გურამის, რომელიც მოკლეს დაახლოებით 7-8 წლის წინ. გიორგი ცოცხალია და სწორედ გიორგისთან ერთად მუშაობდა გიორგი ბარათელი მკვლელობაში ეჭვმიტანილი. ჩვენ დაგემშვიდობებით, როგორც შენ მეტ ინფორმაციას არ ფლობ, თუმცა დროებით გემშვიდობებით, რადგან დროების მიმდინარეობისას ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, თუ კი რაიმე ახალს მოიპოვებ, რომ ტელემაყურებელს შევთავაზოთ. განვაგრძობთ დროებას. გურამ შარაძის მკვლელობის ადგილზე ჩვენმა ჟურნალისტებმა მისი ადვოკატის კომენტარი ჩაწერეს, რომელსაც ახლა გთავაზობთ. არაფერი არ ვიცი. არ მიშვებენ რომ დავესწრო რაიმე საგამომცემლო მოქმედებას მე სუთია გავიგე და მოვედი მე მისი პირადი იურისტი ვარ. არც ერთ ვერ გეტყვით არაფერი არ ვიცი ძალიან გაუგებარია ჩემთვის ყველაფერი. უბრალოდ არ მგონია საქართველოში ადამიანი რომ ბატონ გურამზე ხელი აღემართა და იმდენად მოულოდნელია. ვერ გეტყვით ვერაფერს ის მუშაობდა თავის შემოქმედებითი საქმიანობით ამთავრებდა აგაკი წერეთლის ხუთმოელს იცით თქვენ არავით არაფერი რაიმე არა ჩვენთან არავით არის საუბარი მას არ ქონია არაფერი ბოლოს 1-5 დღეს უკან საკმაოდ შვიდ სიტუაციაში საკმაოდ სატელეფონო საუბრების მშვიდი და ისეთი მე ქართველი არ მეგულება ვისაც შეეძლო გაეკეთებინა არაფერი გენაცვალე გურამ შარაძეზე შეიძლებოდა აი ვერ გეტყვით არაფერი ჩემთვის ასეთი ცნობილი არ არის რა თქმა უნდა გიორგი ბარათელი ასეთია სახელი და გვარი იმ ახალგაზრდისა, რომელმაც აღიარა კიდეც პატრულის მიერ მისი დაჭერის შემდეგ, რომ ის არის მკვლელი გურამ შარაძის. მოტივი ჯერჯერობით არ გახმაურებულა, საგამოძიებო სამუშაოები ამჟამადაც მიმდინარეობს, ჩვენი გადამღები ჯგუფები იმყოფებიან ადგილზეც და ქალაქის სამმართველოშიც პოლიციის და თუ კი რაიმე გახდება ცნობილი ახალი ამ შემზარავ ფაქტთან დაკავშირებით, დროების მიმდინარეობის დროს გაცნობებთ. სანამ რეკლამაზე გავვლათ, კიდევ ერთხელ გთავაზობთ კადრებს, რომელიც შემთხვევის ადგილზე ჩვენმა ვიდეოკამერამ 10 წუთის შემდეგ გადაიღო. გურამ შარაძე თბილისში დაახლოებით 20 საათსა და 10 წუთზე იქნა მოკლული რამდენიმე გასროლით. გიორგი ბარათელი არის ახალგაზრდა ადამიანი 1977 წელს დაბადებული, რომელიც დააკავა უკვე პატრულმა და რომელმაც ფაქტობრივად აღიარებითი ჩვენება პატრულის მონაცემებით უკვე მისცა. თავად გიორგი ბარათელის შესახებ შეიძლება ითქვას ის, რომ ის წლების წინ მუშაობდა სტუდია აუდიენციაში, მის ერთ-ერთი ბოლო სამუშაო ადგილი იყო ტელეკომპანია რუსთავი 2. გადაცემა ბუდარიაში მუშაობდა ტელეოპერატორად. უკაცრავად ფარულ კამერაში მუშაობდა ტელეოპერატორად. ჩვენ გვაქვს საშუალება კიდევ ერთხელ ჩავრთოთ ნათია მიქიაშვილი,
ტელეიმედი ჟურნალისტი, რომელიც ახლაც ამ წუთებში იქ იმყოფება, თუ აქვს მას რაიმე ახალი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით, ნათია გისმენთ. გიორგი, როგორც უკვე თავად მაყურებელს მოახსენეთ, გიორგი ბარათელმა აღიარებითი ჩვენება მიცა უკვე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე ის რამდენიმე წუთის შემდეგ დააკავეს გვალბაღთან. ხოლო რაც შეეხება თავად გიორგი ბარათელს ამ ეტაპზე ვრცელდება ინფორმაციას, რომ ის სტუდია აუდიენციაში 1996-98 წლებში მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად, ხოლო მანამდე იხდიდა სასჯელს ქსნის კოლონიაში. მე კიდევ ერთხელ შევახსენებ მაყურებელს, რომ ეს არის ჯერჯერობით დაუდასტურებელი ინფორმაცია, თუმცა სავარაუდოდ უკვე ხვალ შინაგან საქმეთა სამინისტრო ალბათ გაავრცელებს გიორგი ბარათელის ბიოგრაფიას და ჩვენ შეგვეძლება გავიგოთ თუ რაზე იხდიდა სასჯელს ქსნის კოლონიაში, ხოლო ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე აფთიაქის გამყიდველს, რომელმაც განაცხადა, რომ მას ამ დროს ეს მაღაზია უკვე კარი დაკეტილი ჰქონდა და ის შიგნით იჯდა და მას არ დაუნახავს თვითონ მკვლელობა, თუმცა აცხადებს, რომ 5-6 გასროლა იყო, ხოლო მკვლელი მას არ დაუნახავს. და შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ მუშაობას, ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტიკური სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებმაც კომენტარზე უარი განაცხადეს და ჯერჯერობით თავს იკავებენ ინფორმაციის გავრცელებისგან, რომ რამდენი ტყვით არის გურამ შარაძე მოკლული. ისინი ამ ეტაპზე უკვე სისხლის ანალიზზე კვალს იღებენ, რომელიც შემთხვევის ადგილზე დარჩა, სავარაუდოდ შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი იყო ტყვის გულაც და ამოღებული იქნა ტეტ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი. ნათია, დიდი მადლობა. ჯერჯერობით კვლავ არ გემშვიდობები, ალბათ მოგვიწევს გადაცემის მიმდინარეობის დროს კვლავ შენთან შეხმიანება. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეს საღამოს თბილისის ცენტრში მოკლეს პროფესორი გურამ შარაძე. მის ცხედარი გადაყვანილია პროზექტურაში. 1977 წელს დაბადებული გიორგი ბარათელი არის ეჭვმიტანილი მკვლელობაში. პატრულის განცხადებით მან უკვე აღიარა მკვლელობა. თუ რა მოტივით მოხდა ეს მკვლელობა, ჯერჯერობით ვერსიების დონეზეც კი არ გამოითქმის არაფერი არც გურამ შარაძის ოჯახის წევრებისა და ნათესავების, არც პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან. ჩვენ ამ თემის ძიებას განვაგრძობთ და გადაცემის ბოლოს დამატებით ინფორმაციებს მოგაწვდით. ჩვენ კვლავ უბრუნდებით გურამ შარაძის მკვლელობის თემას, ჩვენი ინფორმაციით მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი წმინდა მიხეილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს, თუ რატომ ამის თაობაზე ნათია მიქიაშვილი ჩაგვერთვება ახლა სამავთყოფოს წინ იმყოფება ის და მოგაწვდის ინფორმაციას ამ ფაქტის შესახებ. ნათია გისმენთ. გიორგი, როგორც ჩანს ამ წუთისთვის დასტურდება ის ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორმხრივ სროლას ჰქონდა ადგილი მელიქიშვილის და შანიძის ქუჩების კუთხეებში. ჯერჯერობით უცნობია მას შემდეგ დაედოდნენ თუ არა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გიორგი ბარათელს, რაც მან ესროლა გურამ შარაძეს, თუმცა ექიმები ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებენ და ჟურნალისტებს ურჩევენ კანონმდებლობაში შეხედოს. ისინი იმასაც კი არ ადასტურებენ ამ ეტაპზე იმყოფება თუ არა გიორგი ბარათელი მასთან საავადმყოფოში, თუმცა ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი ბარათელი დაჭრილია, თუმცა ჯერჯერობით სამედიცინო პერსონალი არ ახმაურებს იმას, რომ რამდენი ტყვით არის დაჭრილი ბარათელი, რამდენი ჭრილობა აქვს, რამ მდგომარეობაში იმყოფება ის. განგვიცხადეს, რომ ის ამ ეტაპზე რეანიმაციაში არ არის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აკეთებენ კომენტარს, რომლებიც ამ წუთებში იმყოფებიან ეგრეთ წოდებული მიხაილოვის საავადმყოფოში. ჩვენ დაგვიკეტეს მიმღების ოთახის კარტა, შესაბამისად მეტი დეტალების გარკვევა ამ ეტაპისთვის ვერ მოვახერხეთ. აგრძელებული გვაქვს ინფორმაციის გაცემა. ავადმყოფის შესახებ? დიახ, ბატონო. ხო, მაგრამ ხომ ადასტურებთ, რომ კანონები წაით. ხომ ადასტურებთ, რომ ნამდვილად იმყოფება? არ ვიცი, არის ვიღაც დაჭრილი პიროვნება და მე არ ვიცი. უნდა მისახელებ სახელს და გვერდს, უბრალოდ მითხარით რამდენი ჭრილობა? არ გვაქვს უფლება გითხრათ. თქვენი სახელი და ბატონო? არა, უბრალოდ რო დაგვიდასტუროთ ინფორმაცია. დაახლოებით მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დაახლოებით საათნახევრის წინ მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში მოკლული იქნა გურამ შარაძე რამდენიმე გასროლით. მკვლელის შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დააკავა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა. გიორგი ბარათელმა მალევე აღიარა ჩადენილი დანაშაული, თუმცა ჯერჯერობით მოტივი უცნობია და ამ ეტაპზე ვიცით მხოლოდ ის, რომ გიორგი ბარათელი დაჭრილი იმყოფება ეგრეთ წოდებული მიხაილოვის საავადმყოფოში. ნათია, იქნებ დავაზუსტოთ. პატრულმა ჩვენ ოდნავ ადრე გვითხრა, რომ მისი დაკავების დროს, ანუ მკვლელის დაკავების დროს გასროლას ადგილი არ ჰქონია და ის დააკავეს ისე, რომ იმ ადამიანს წინააღმდეგობა ფაქტობრივად არ გაუწევია. ამასვე ამბობდნენ თვითმხილველები, რომ იქ გასროლა მრგვალბაღთან არ ყოფილა. შესაბამისად გამოდის, რომ თუ ეს ადამიანი დაჭრილია ცეცხლსასროლი იარაღით, ეს ამ გასროლა შეიძლება ჰქონოდა ადგილი მანამდე. თუ ჯერჯერობით ეს მკითხაობას რო არ დაემსგავსოს, ჯობია საერთოდ არ ვისაუბროთ ამის თაობაზე მართლაც და დაველოდოთ რას იტყვიან თავად პატრულის წარმომადგენლები.
ისე რა გიორგი ეს კითხვა თავიდანვე გამიშა, როდესაც უკვე შემთხვევის ადგილზე მივედით, მაგრამ ჩვენ კიდევ ჯერ არ ქონდა ექსპერტიზის პასუხები და შესაბამისად მხოლოდ ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს თუ რომელი ტყვით არის მოკლული გურამ შარაძე. ალბათ მოხდება იდენტიფიკაცია იმ ტყვის გულისა, რომელიც სხვა შემთხვევის ადგილზე იქნა მოძებნილი, რომელსაც აღმოაჩენენ უკვე გურამ შარაძის სხეულში ეს სხეულიდან ამოიღებენ უკვე ექსპერტები და მოხდება იმ სასასრული იარაღთან იდენტიფიცირება, რომელიც ამოღებული იქნა გიორგი ბარათელიდან. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ეს არის დედა სისტემის სასასრული იარაღი, ხოლო რა მოხდა გიორგი ბარათელი რით არის დაჭრილი? ჩვენ ამის თავაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ვიცით ერთადერთი რომ ის ახლა მიყვანილი არის წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოში. დიახ, ტელეკამერების მექიმები ადასტურებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე დაჭრილი შემოიყვანეს მიხაილოვის საავადმყოფოში. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც იმყოფებიან აქ საავადმყოფოში, ჩვენ ხვდებით, რომ ეს ნამდვილად გიორგი ბარათელი, თუმცა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა იარაღიდან არის გიორგი ბარათელი დაჭრილი, იყო თუ არა ორმხრივი სროლა შემთხვევის ადგილას ჯერჯერობით არ ვიცით. დიდი მადლობა ნათია, თუ რამე დამატებით გვექნება მაგ ადგილზე ჩაგთავთ გადაცემის ბოლოს, ჩვენ ახლა გვაქვს საშუალება ჩვენს მეორე კორესპონდენტს გიორგი ახვლედიანს გავესაუბროთ, რომელიც მისული იყო იმ ბინასთან, სადაც ცხოვრობს ბარათელის ოჯახი. რას გვეტყვის გიორგი ახვლედიანი, ახლა მას უსმენთ. საღამოშობის და გიორგი ჩვენ ახლა ვიმყოფებით გურამ შარაძის საცხოვრებელ სახლთან ჭავჭავაძის გამზირზე. ჩვენ ვერანაირად ვერ მოვახერხეთ გავსაუბრებოდით ოჯახის წევრებს, მათ ძალიან გთხოვეს ამ წუთებში და ამ სიტუაციაში რომ მოვრიდებოდით მათთან გასაუბრებას და ყოველგვარი კომენტარის გარეშე გამოვედით, თუმცა ძალიან საინტერესო და საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა გურამ შარაძის სიძემ. მისი განცხადებით ცუცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გიორგი შარაძის, ანუ გურამ შარაძის ვაჟსა და გიორგი ბარათელს შორის რაღაც დაპირისპირება არსებობდა და შეიძლება რაღაც ამ მიმართულებით წასულიყო რაღაც ფიქრი და გამოძიება. ყოველგვარ ყველანაირად აბსურდია და არანაირად სიმართლეს არ შეესაბამება. პირიქით, გიორგი ბარათელი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს გურამ შარაძის სიძის ინფორმაციაა. გიორგი ბარათელი ობოლია და შესაბამისად მას პატრონობდა სწორედ გურამ შარაძე. იქამდე რომ მან გურამ შარაძემ ბარათელი ჟენევაშიც კი გააგზავნა სასწავლებლად, თუმცა მას იქ სამართალდამცავ ორგანოებთან რაღაც პრობლემა შეექმნა, რის გამოც იგი საქართველოში დაბრუნდა და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გიორგი ბარათელს გურამ შარაძის ოჯახთან უკვე შეხება არ ქონია. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს ინფორმაცია გურამ შარაძის სიძემ გადმოგცა, ანუ დაპირისპირება გიორგი შარაძესა და გიორგი ბარათელს შორის მან კატეგორიულად უარყო. ჩვენ ვიმყოფებოდით და გავესაუბრეთ გიორგი ბარათელის მეზობლებს, ვიმყოფებოდით სახლში, სადაც ცხოვრობს გიორგი ბარათელი და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ის კომენტარები თუ როგორ აფასებენ და როგორ საუბრობენ მასზე მისი მეზობლები. გიორგი ბარათელი ორი ძმები იყო, ლევანი და გიორგი. ორი ძმები თქვენ? დედამისთან ერთად ცხოვრობდნენ. დედას საერთოდ. ის მომდით თქვენ? კი. როგორი ბიჭი იყო, როგორი ადამიანი, როგორ დაახმარება? კაი ადამიანი იყო, რავი, კაი ურთიერთობა ჰქონდა. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ გიორგი ბარათელი 96-98 წლებში სტუდია აუდიენციაში მუშაობდა ოპერატორის ასისტენტად. დღესდღეობით კი, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, იგი ტელეკომპანია რუსთავი 2-ში გადაცემა ფარული კამერის ოპერატორი იყო. ამ დროისათვის ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ჩვენ კვლავ ვცდილობთ, რომ როგორმე გავესაუბროთ გურამ შარაძის ოჯახის წევრებს და ინფორმაციის მიღებისთანავე რა თქმა უნდა დაიკავშირდებით. გიორგი, ხوار მოსულონ უკვე გამომძიებლები გურამ შარაძის ოჯახში? არა, ჯერჯერობით ჩვენ აქ დაახლოებით 9 საათი ვდგევართ, 40 წუთია ჯერჯერობით არავინ არ შემოსულა და დიდი მადლობა. ჯერჯერობით არც არავინ არ გამოსულა სახლიდან. გიორგი ახვლედიანი გვერდებოდა გურამ შარაძის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან. გიორგი და ნათია მიქიაშვილი გადაცემის ბოლოს ალბათ კიდევ ჩაგვერთებიან ეთერში. და დღევანდელი გადაცემის ბოლოს კიდევ ერთხელ უბრუნდებით გურამ შარაძის მკვლელობის თემას. ნათია მიქიაშვილი, ჩვენი კორესპონდენტი გვერდება წმინდა მიხეილის სახელობის საავადმყოფოდან. ნათია, დადასტურდა თუ არა ინფორმაცია, რომ ადამიანი, რომელიც პატრულმა მოიყვანა საავადმყოფოში, არის სწორედ გურამ შარაძის მკვლელობაში ეჭმიტანილი გიორგი ბარათელი? დიახ, გიორგი, ასეთი ინფორმაცია დადასტურდა ჩვენთან პირად საუბრებში სანიტრები და სამედიცინო პერსონალი აცხადებს, რომ ნამდვილად გიორგი ბარათელია და ის მსუბუქად დაჭრილია მარცხენა მკლავში. ჯერჯერობით უცნობია დაჭრილია თუ არა ის საერთოდ სასასროლი იარაღით, იმიტომ რომ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის რენტგენზე გაატარეს და ამის შემდეგ ის თავის ფეხით შემოვიდა საავადმყოფოში და მეორე სართულზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თავის ფეხით აიღოს. ამდენად მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე ნამდვილად არ უნდა იყოს მძიმე. აქ იყო ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის მოადგილე, რომელმაც ცელი კომენტარი, კი არა და საერთოდ კომენტარი თითქმის არ მოგცა. ჯერჯერობით უცნობია მისი მოსვლის მოტივი, თუმცა ამ ეტაპზე უკვე ხდება ცნობილი, რომ შესაძლებელია გიორგი ბარათელმა მალე დატოვოს წმინდა მიქაილის სახელობის საავადმყოფო.
გვეუბნებიან თქვენს გარეშე. არა, გერკვია ისე. არ გვეუბნებიან. მე ნებარ თუ არაფერ შუაში არ არის. უყურებელი მდგომარეობა არანაირი. რაც არის დაჭრილი? ხარში აქვს გაკაწრული, არა. გაკაწრული თქვი აქვს ხო? ვითხარით მართლა და დანარჩენს ისინი გეტყვიან ექიმები თვითონ. სიმხარის არეშია დაჭრილი? ძალიან გთხოვთ რა. ექიმები გაქცევენ პროფესიონალები კომენტარს გააკეთებენ ამის თაობას. მე მოვედი სანახავ. თქვენ რატო ხართ შეიძლება ახლობელი ხომ არ იყო? რაც შეეხება თავად მოკლულ აკადემიკოს გურამ შარაძეს პროზექტურაში ჯერჯერობით არ მისულა გარდა ოჯახის წევრებისა და ახლობლებისა ადგილზე რა თქმა უნდა იმყოფებიან საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს სამსახურის თანამშრომლები რომლებიც ალბათ ამ ეტაპზე ატარებენ ექსპერტიზას და მოხდება სავარაუდოდ იმ ტყვიის იდენტიფიცირება იმ იარაღთან რომელიც ამოღებული ხდა გიორგი ბარათელისგან ხოლო რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერჯერობით სამართალდამცავები ამ ეტაპზე ვრცელ კომენტარს არ აკეთებენ და შესაბამისად უცნობია ქონდა თუ არა ადგილი ორ მხრივ სროლას ჯერჯერობით ეს არის სულ ის ინფორმაცია, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ ვფლობთ. მე მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ დაახლოებით 2 საათის წინ მელიქიშვილისა და შანიძის ქუჩების კუთხეში მოკლეს გურამ შარაძე რამდენიმე გასროლით, ხოლო მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ბარათელი შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე წუთში საპატრულო პოლიციამ დააკავა და მან მოგვიანებით აღიარა დანაშაული. ამ ეტაპზე ჯერჯერობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი ისევ იმყოფება საავადმყოფოს შენობაში და როგორც კი ის დატოვებს საავადმყოფოს შენობას, სავარაუდოდ გადაყვანილი იქნება წინასწარი დაკავების იზოლატორში, ხოლო მოგვიანებით ალბათ უკვე სასამართლო იმსჯელებს მისთვის წინასწარი ამყოფი ღონისძიების შეფარდების საკითხზე. ნათია მიქიაშვილი ფაქტობრივად მთელი გადაცემის მცველობის დროს გვაწვდიდა ცნობებს იმ ტრაგიკული შემთხვევის თაობაზე, რითაც გავხსენით კიდეც დღევანდელი დროება.